რამდენიმე საათით ჩაბნელებული საქართველოს ელექტროენერგია წუხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. შუქი ერთდროულად ჩაქრა თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. ავტომატურად შეჩერდა Georgian Water and Power-ის სატუმბო სადგურების მუშაობაც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალი შეუწყდა ან წნევა შეუმცირდა. შეფერხებით მუშაობდა მობილური ინტერნეტიც. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში ეტაპობრივად სრულად აღდგა. რა იყო ავარიული გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცდილობდნენ ღამით სავარაუდოდ არასრულწლოვანები მანქანის გატეხვას, მოქალაქე ქუთაისიდან ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა მანქანის კარის გაღებას ცდილობს. ვიდეოს ავტორის თქმით, უცნობია მოახერხეს თუ არა მათ ავტომობილის გატეხვა, რადგან სიგნალიზაციის ხმა ჩაირთო. ადიგენის სოფელ გომაროში წუხელ მეწყერი ჩამოწვა დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა იყო მიყვანილი და ტერიტორიის ნაწილი გაიწმინდა. დრონების მორიგი თავდასხმა რუსული ვალდბერისის საწყობებზე შეტევის სამიზნე ამჯერად სანქტ-პეტერბურგსა და სიმფეროპოლში მდებარე ობიექტები გახდა. ორივე ადგილას მასშტაბური ხანძარი და დაკვავლიანებაა. ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენები ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. სულ მცირე 3 ლოკაციაზე 1000-მდე საწყობი და მიმღები ტერმინალია განადგურებული.